მოგესალმებით ტელემაყურებლებო. მოგესალმებით მეგობრებო, მე დანიელი ვარ და დღეს თქვენი ყოფებით ჩემ არხზე. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია და დღეს მინდა ცოტა სიახლე შემოგთავაზოთ. ეხლა მე მივდივარ ასურეთში, კონკრეტულად ძველი გერმანელების სოფელში, რომელიც მათ ააშენეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, შეიძლება ცოტა ადრე. ეს სოფელი თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე არის და იქ რო ჩავალ ძალიან საინტერესო რაღაცებსაც გაჩვენებთ. ეხლა მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ცოტა შევივსოთ რა. აი აქ ცოტა უკან ხალხო მიმდინარეობდა წანისის ბრძოლები. ერთ-ერთი სისხლიანი ბრძოლა იყო საქართველოს ისტორიაში. წავაგეთ რა, მაგრამ გმირულად წავაგეთ, სიხსხვილით არა. აი აქ უკან და დაახლოებით აი აქეთ უკან უფრო მარჯვნივ იყო ქართველთა ბანაკი, ასე რომ ვთქვათ. დაბინავებულები იყვნენ და აი აქეთ უკან, აქეთ იყვნენ ის პარცელები თუ აღამახმად ხანებიო თუ ვიღაცები რო იყვნენ და აქეთ კიდე მიმდინარეობდა უშუალო ბრძოლები რა. აი იქ არ ვიცი თუ ჩანს და იქ არის ჩაუნაბადოს ეკლესია, აი რა ვიცი თუ ხედავთ. სისხლიანი მიწებია ესენი. თითქმის მოვედის. მოკლედ მოვოდით ახლა გერმანულ სოფელში, ძალიან კაი ტერიტორია არის, ძალიან კარგი ხედებია და მე მინდა განახოთ იმ ხალხის სასაფლაოები, ვინც აქ ცხოვრობდნენ. აქ დაახლოებით 25,000-მდე გერმანელი ცხოვრობდა და 20-მდე სოფელი იყო გაშენებული და ეს გერმანელი ხალხის უმეტესობა გადაასახლეს ყაზახეთში და დაახლოებით 100 ასეულები დახვრიტეს. და აი აქ შემოგრჩა მათი სასაფლაოები. აუ, მაგრაზერია. ბარბარა ბაუმე ისერ. კში აუ რა წერია. რავი რა უნდა ვიფიქრო რა. სასაფლაოებზე როცა დავდივარ ცოტა მოჟამულად ვარ. როგორ თქვა რა? გასევდიანებული? ო, აი ეგრე რა. ეს ვიღა, აბა. მოკლედ საინტერესო ფაქტი რაც ახლა აღმოვაჩინე. მოკლედ ყველა სასაფლაოს ალბათ ქონდა ზევიდან ჯვარი რა. და წამტრეული აქ, აი აქ რაღაც ისინი არის არჩენილი თითქოს და რატო წაემტრო, ეგეც საინტერესო არის. აი წამოდი იმ საფლავის თქვაც აქ შემორჩენილი მე მგონი ჯვარი ჯერ კიდევ, აი ნახე რა ლამაზია. აი ეს. ყველაზე კარად აი, არა, ნუ გაშინია. კაი, ცოტა გასექნოთ. ჩანს ხო? მე მგონი გამოჩდება, აბა. და ეხლა მივწეროთ. Can you tell me what is written in here? ფოტო გავგზავნე და კითხე აბა რომ რა წერია აქ მომითხრა. აქ განისვენებს სოფი კაიზერი, დაბადებული 1908 წლის 1 დეკემბერს. გარდაცვლილი 1929 წლის 12 ოქტომბერს. ანუ სულ რაღაც 20 წლის 20 წლის გამოდის? 20 წლის გარდაიცვალა. ესე იგი, ახლა ჩვენ მოვიდით ერთხელ ერთ-ერთ სახლთან
რომელზეც გითხრეს, რომ შეიძლება შესვალ და წამოდავთვალიეროთ. რა ძველია. ეს რა არის მავა? ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს სახლები ალბათ რომ გადააშენეს ეს გერმანელები სხვაგან და დახვრიტეს, ალბათ მერე ქართველებს ჰქონდათ. ქართველები ცხოვრობდნენ. აი რა შაბანები აქ. ძველებური. დიკორსახში რო ცხოვრობ რა მაგარი შეგრძნება. ალოდი. აი ეს არ ვიმინდა, აი ესეთი არ ვიმინდა რა. ეხა ჩვენ მქონდა აქ არვი. რომ დავიძინოთ. გონაცვლა დიდი არვი. რა, კი რატო არა? ოი, მამა ჩემი წარღის გამოიწერეთ იშვიათი. 3 თუ 4 არხი გაქვს, რამდენი გაქვს? რამდენი გაქვს? აბა რა ზეგვეძახტი? შია. და ძალიან შია ხო შენ? აი ეს არის ჩვენი მხარე. ხო, ის არის სახლი. როგორი მაგარი. ხო, აი როგორი. ის საჰაეროები, ფანჯრები. ხო. აქედაც კიდე და იქეთ მე ჩვენ ვამადეთ. ვიწრო 80 სანტიმეტრი იყო ბალკონი და გადიდა და ის სამზარეულო და ისა მაქვს იქ გაკეთებული. 1878 წელს არის 12-ში აჩენებული. ესენი არის საჰაერო. საჰაეროები ეგ. აქედაც არის. აი აქედაც საჰაერო. 41 წელში ხო ჩამოასახლეს, გადაასახლეს გერმანელები. ხო, ჩამოასახლეს რაჭველები. ეგ უნდა მეკითხა. ხო, რაჭველები ჩამოასახლეს. ჩვენ ბაციკაზე ვარ. აუ, ეს ეკლესია გახოცები გადავიღო. მოიცა. ორი წამი. ეს ის ეკლესია არის? ჩვენ ახლა მოვედით ერთ რესტორანში, სადგურში და გერმანული სტილი დაჰკრავს ამ რესტორანს, ძალიან ლამაზი გარემოა. და დავუვდებით ჩვენ საჭმელებს. აქვე პატარა ჩართვას გავაკეთებ დანიელის მაგიროთ, მეგობრებო, რომ ძალიან შია. და ვერ გელაპარაკებათ ისეთ ამამად, ამიტომ ცოტა დაველოდოთ, მოვიდეს ხასიათზე და მერე უკვე შემოგვიერთება თავისი ენერგიებით. დავიწყოს პრესელით. ვაიმე ხუთკარი.
აუ, რაღაც მმ, აი ეს ჯობია. მაგარი პრეცელია. აუ, ეს პრეცელი ძალიან მაგარია. ეხლა უნდა გავსუნჯო ეს გემრიელესი ლუდი, რომელსაც ძალიან კაი სუნი აქვს. და იმედია გემოსით იქნება. ჯერ ცოტი გავსუნჯოთ. ძალიან სიგიზია. ჩაარჩი პირდაპირ ახლა ეგრე ზევნა ლამაზად და ერთად აი ვიცი, კომბოსტუმი ეს არის არ მომწონებია. აი, ხო. გიჩვენოთ მეგობრებო, რომ აი აქ წამოხვიდეთ. გემრიელესი ადგილია. ყველაფერი ძალიან გემრიელი აქვს. ამ სოფლის სანახავთ წამოხვალთ, უოჭველი უნდა გამოიეროთ აქ. აურა მაგარი. ძალიან უცნაური ფაქტი ის არის, რომ ბრიტანელებსაც და გერმანელებსაც დაახლოებით ერთნაირი ტიპის სოსები აქვთ რა. ესე იგი, მეგობრებო, მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო. ბევრი ახალი ამბავიც გავიგე. მე და რესტორანმაც დააგვირგვინა რა. მოკლედ, თუ შესაძლებლობა გააქვთ და დრო რო აქ წამოხვიდეთ და ეს სოფელი მოინახულოთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ამ რესტორანში და აგემონოთ, მართლა ძალიან კარგი საჭმელები აქვთ. გემრიელესი. სახელი ეს სადგური. ხო და ხო. მე დაუწერდი ამ რესტორანს, მოდი რეალურები ვიყოთ და 5-დან 4.8. 10-დან მოგაწერა. 10-დან. 5 ვარსკვლავი ანუ. ხო, გასაგები 10-დან დაწერა. აი 10-დან თუ 4-ლა. კაი, მოდი. 10-დან 9. კაი, შეფასება. შვენია. კაი, მოკლედ, კარგად მეგობრებო. და როგორც გითხარით, ახლა ბოლში ბევრ ვიდეოებს დავდებ. მოვაპირებ, რომ არხი უფრო განმოვითარო და ახალი ვიდეოები შემოგემატოთ და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.